ტრაფიკინგის ცენტრი. ესე იგი ამ კვირაში 13 გავყიდე, აქედან 8 ტაილანდში, 3 ჩინეთში და თითო ევროპაში. არა, მივდივარ დასასვენებლად. ტრაფიკინგის ცენტრი გისმენთ. სამუშაოდ გასამგზავრებლად აკრიფეთ ღილაკი 1. სამოგზაუროდ აკრიფეთ ღილაკი 2. პროსტიტუციის კვალიფიკაციის ამაღლება საზღვარგარეთ ღილაკი 3. ან დაელოდეთ ოპერატორს. გაცნობებთ, რომ ალიბის და ფაქტების არ შექმნის მიზნით ჩვენი საუბარი არ იწერება. ალო, გესმით? დიახ, გისმენთ. აი მე ნატული ვარ ციხისთავი მიცანით? ნატული ციხისთავი. საიდანღაც მეცნობით, კი. აი რომ გთხოვეთ გერმანიაში გამიშვით სამუშაოდ მეთქი. 3 თვით გახსოვთ? და თქვენ ტაილანდში გამომიშვით სადღაც ბორდელში თანაც 3 წლით. დიახ, ვიცი, რა პრეტენზიები გაქვთ გოგონა? უკაცრავ, რა პრეტენზიები მაქვს? რა პრეტენზიები გაქვთ მეთქი, კაცო? 3 თვე წაბრძანდით სამუშაოდ და ჩვენ 3 წლით გაგიშვით. უფრო მეტ ფულს არიშოვით, ვაი მე ხალხი გამაგიჟებს რა. არა, ეგ მართალია, მაგრამ აი ბორდელში რა მინდა? ვაი მე გოგონა, თქვენ მუშაობა არ გინდოდეთ, ეხლა მე დამაბრალებ და არა ერთი წამი რა. მობრძანდით, გამარჯობა. მობრძანდით გოგონა. მე თქვენი რეკლამა ვნახე. დიახ. გოგონებს აგზავნით საზღვარგარეთ. მოკლედ სამოდელოს აგენტოში ხარ სამუშაოდ? კი, სწორედ გინახავთ გენაცვალე. ძალიან მიხარია ესე იგი სწორად. კი ბატონო, ჩვენ გოგონებს ვაგზავნით ტაილანდში ბორდელში და შემდეგ უკვე იქ იმუშავებენ და ამის შემდეგ გადადიან უკვე სასწავლებელში. და მოდელად დაგნიშნავენ. უკაცრავად ცოტა ვერ გავიგე, კარგად. სად თქვით, სად სამუშაოდ? ბორდელში ეს არის ერთ-ერთი საგანმანათლებლო სივრცე. თქვენი კვალიფიკაციას აიმაღლებთ, ასევე მოემსახურებით ადამიანებს და ასიამოვნებთ და გაიღრმავებთ ცოდნას. ერთგვარი ბიბლიოთეკაა, ხო? ეგ არის, აი დაახლოებით ეგ არის. ძალიან კარგია. დიახ. მოკლედ კიდე ერთი თემა მაქვს და დამეხმარებით თქვენ. მე და ჩემს გოგონებს გვინდა წელს ზაფხულში, ანუ მე კი სამუშაოდაც მინდა წასვლა და ზაფხულში გვინდა სამოგზაუროდ წასვლა. და მაგაში ცხოვერ დაგვეხმარებით. რა თქმა უნდა, აი ბედიო რო იტყვიან რა, აი სწორ დროს, სწორ ადგილას მოსულ ხართ. მე გაგიშვებთ თქვენ. ძალიან კარგი. ერთი წუთი ვნახო შევამოწმო, სად მქონდა? სად გვირჩევთ? ტაილანდში მჭირდება 3 ქალი. 3 ვართ ზუსტად მეგობრები. ვაიმე. ხო და თქვენ გაგიშვებთ ტაილანდში, გოგონა. ვაიმე, ძალიან მაგარია. ძალიან კარგი. მე ჩავენიშნავ თქვენს მონაცემებს და აეროპორტში რომ მიბრძანდებით, იქ დაგხვდებათ მატრახიანი კაცი. იმასთან მიხვალთ და ის წაგიყვანთ. მატრახიანი რატო? მატრახიანი რატო და აი რომ იცნოთ რა სპეციალურად მატრახს დაიჭერს ხელში რომ აი თქვენ იცნოთ. აი ამ კაცთან რომ მიბრძანდებით მატრახიან კაცთან თქვენ ეტყვით აემე პროსტიტუტ და ეს იმათ ენაზე ნიშნავს მე ტურისტი ვარ და ის წაგიყვანთ მერე. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. იცით რა მაინტერესებს? ანუ ჩვენ ჩავფრინდებით თვითმფრინავით, ხო? ხო. მერე ანუ თვითონ ეს დანიშნულების ადგილზე აეროპორტიდან როგორ მივდივართ ავტობუსით თუ კრუიზით? არა. ჩვენ ეგ მომსახურება არ გვაქვს. ჩვენ გადავყავხართ კონტეინერებით. კონტეინერებით რატო? იცით რა არის უფრო დიდი ფართია. თქვენზე არის მორგებული, ფეხსაც გაშლით, წამოწვევით და უფრო მეტი სივრცეა თქვენთვის და მერწმუნეთ ასე ჯობია. რა კარგია. გაუშვი კაცო ეს ხო არ არის კაცო. თქვენ ხართ აფერისტები და არა ადამიანები რა. რატო? ხალხი არ გქვიათ რა. აფერისტი თავი გაბიათ ბატონო, ერთი წუთი ეხა ცოტა სიტყვის აკეთროებაზე გადამოდიხართ კიდე რა. კი ბრაგნებავთ. რას ქვია რამნებავს კაცო? შვილი გაუშვით დუბაიში თქვენი ტურისტულით გაუშვი რა ქვია.
შანშანწინდა ჯერ არ ჩამობრუნებულა. მე რა ვიცი, დიახ. აია, გარკვევით აწერია ტრეფიკინგი, შემოსასვლელშიც აწერია. მე რა თქვენაირებს პრეტენზიები რო არ გქონდეთ. რა პრეტენზია? რაც კი რა პრეტენზია მაქვს? ეს ხალხი არ გამაგიჟებს გარკვევით წერია. და დაგიჭერთ სულ ყველას დავაჭერინე თქვენ თავს. კარგი რა, ერთი შენი ჭირი, მე FBI ვერ გვიჭერს, შენ რა უნდა გვიქნა ერთი. ერთი ძოთი რა, თქვენი ჭირი მე რა, FBI თუ არა, მე ამ საქმეს იცოდე რომ ასე არ დავტოვებ რა. არა ადამიანები, ბიჭო, ესენი რა. მე რამდენი მოდის ესეთი იცით, ვაიმე. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ჩვენ მშვიდად ვისაუბროთ, აბა გავაგრძელოთ ახლა. აუ, იცით რა, ცოტა შემეშინდასავით. ან მართლა სანდო კომპანიაა თქვენი, ან პირველად მივდივარ და არ მინდა რომ უაღრესად სანდო კომპანია ვართ, უაღრესად. ამდენი წელია ვმუშაობ ტრეფიკინგის ცენტრში და უკან დაბრუნებული უკმაყოფილო მე არავინ არ მინახავს გოგონა. არც კმაყოფილი არ მინახავს, მაგრამ წარმოიდგინეთ რა კმაყოფილები არიან, რომ არც კი ჩამოდიან, იმდენად მოწონთ იქ. კაი გენდობით მაშინ. ხო, ძალიან კარგით, მაშინ ახლავე შევავსოთ. თქვენი სახელი? ანა. ანა, გვარი რომ მითხრათ? ბოჭორიშვილი. ანა ბოჭორიშვილი. თირკმელი? თირკმელი რა თირკმელი? ანუ მე თქვენი თირკმელების რაოდენობა მაინტერესებს. ჩვენ იმის გარდა, რომ ადამიანებს ვზრუნავთ, რომ დაისვენონ, ჩვენ მის ჯანმრთელობასაც ვზრუნავთ. დიახ. აუ, ისა ერთი კითხვა მაქვს კიდევ თუ შეიძლება. ისე ტრეფიკინგი რატომ რას ნიშნავს? ანუ რატომ ქვიათ ტრეფიკინგის ცენტრი? ტრეფიკინგი რატო ქვია და ტრეფიკინგი ინგლისურად ნიშნავს მეფეს, ანუ ჩვენ მეფურად გასვენებთ. ხო, კარგი, იცით რა არის? მე გავალ მაშინ ხო, ცოტა ხანი და გავალ და ჩემს მეგობრებსაც ვეთყვი ინფორმაციას მივაწოდე. ვერსად ვერ წახვალ. ყავას ხوارდალებ. ანზორ ხალხს გამოვიტან რომ გადაგიხადოთ მოგზაურობის რამდენი მითხარით ვეღარ წახვალთ. მოიტანოთ. ანზორ გამოვიტან მე. თუ შენი დედა ვარ. ხო, რა იყო, რატომ ეძახეთ? რატო დაგიძახებ? ისა, ხო, კაი. ხო და გოგონა, იცით რა არის თქვენ დაქალების ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ ჩამოგვიწეროთ აი აქ ჩვენ დავუკავშირდებით ვეტყვით რომ თქვენ ვაიმე ანზო რატო არაფერს არ მაცდი არა რა გინდა გოგო რა ნომრები უნდა დაეწერა კაცებს მე-14 ამ გოგონებს გადავურეკავ მე ალო გენაცვალე თქვენი მეგობარი იყო სამოგზაურო ცენტრიდან გიკავშირდები